მოდი შვილო, შემოდი. ცეცხლს ავაგიზგიზებ. რას უმზადებს დღეს დედა შენი? მოგერედება, ნინო. მანდ არის ყველაფერი. სალომე ბუხართან მოიყვანეთ. მოდით აქ. ბატკანი თივაზე დააწვინეთ. რატო დაიგვიანეთ? დათუნას ველოდებოდი და ბაკიტამ დავაგვიანდა. მედი და ახლა ვერ წამოვიდოდი. ხორცს ფეხის ტკივა, თორე სულ მაგას მოყავარ ხოლმე თქვენ სახამდე. ხო იცით როგორი ტკივილია. გამარჯობა. ლუკა მოვიყვანე, ხო შეიძლება? როგორ არ შეიძლება? ყოველთვის მიხარია ლუკას ნახო. ო, ეს ძელი დღე მაგას იცახო და რომ სანდრო პაპასთან არ დავაგვიანოთ. რაც აქ დაიწყო ზიარული ძალიან შეიცვალა. ადრე მთელი დღე თამაში უთმობდა დროს და ეხლა მეც მეხმარება. ჯანი კი აქვს, იცოცხლი. დედამისი რო ცოცხალი იყოს, გაიხარებდა. ცივა ხო გარეთ? არა. არა, კი როგორ არა, ძალიან ცივა. თქვენ დიდ სამზადისში ხართ გეტყობათ. ნინოს ნახელავი ხო ცნობილია მთელ სოფელში. აი, დაგვიტოვე ლუკა. მოდი შვილო. აუ, სახში ბავშვებთან ერთად ზვალ. შენ ნუ მომაგითხავ, გთხოვ მამა რა, ერთხელ მაინც. არა, მამი, აუცილებლად მოვალ და წაგიყვან. ნუ, კარგი აბა დროებით. დღეს ბავშვების ყველაზე დიდ მეგობარს წმინდა ნიკოლოზზე უნდა მოგეღვეთ. აბა ვინ იცის? ვისგან მოდის ყველაზე დიდი სითბო? მზისგან. არა, სიკეთისგან. წმინდანების სიკეთისგან. ეს მათ ცხოვრების წესით დაიმსახურეს. იმიტომ რომ კეთილი ჯადოქრები არიან? ჯადოქრები ზღაპრებშია. წმინდანებს უნდა უწოდოთ წმინდანები. ასეთი რა ცხოვრების წესია? სუფთა და ნათელი. სასწაულები ხო გიყვართ? დიახ. ალბათ თქვენს გადაგხდენიათ. მე ძალიან მინდოდა. მე ცხოვრის ლოქი მყოლოდა. ახალ წელს თოლის ბაბუა მაჭუკა. ახლა უკვე გაიზარდა ჩემი მიხანა. ერთხელაც გაიზრდებით და მიხვდებით, რომ მშობლებს არაფერი ენანება თქვენთვის. არც ლეკვი, არც თბილი წინდა და არც სათამაშო. მე სხვა სასწაულზე გეკითხებით. აი ესეთზე, რომელსაც ახდენდა და ახდენს წმინდა ნიკოლოზი. წმინდა ნიკოლოზ საკვირველ მოქმედი ზღვისპირა სოფელში დაიბადა. მის მშობლებს თეოფანესა და ნონას შვილი დიდხანს არ უჩნდებოდათ და ევედრებოდნენ უფალს, მემკვიდრის მინიჭებას. თან აღქმა დადეს, რომ
თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე მიუძღვნიდნენ. ბოლოს გულით ნათქვამი ლოცვა შეისმინა ღმერთმა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. ნიკოლოზი სიღრმიდანვე საღვთო წერილით იზრდებოდა. დღისით ტაძარში იყო, ღამით კი ლოცულობდა. ნიკოლოზი გაიზარდა და მთელი ცხოვრება ეკლესიას მიუძღვნა. ჯერ მუდლად ეკურთხა, შემდეგ კი ეპისკოპოსად მოგვევლინა. წმინდა ნიკოლოზმა დიდხანს იცოცხლა და უამრავი სასწაული მოახდინა. რომელიმე სასწაული მოგვიყევით, სანდრო პაპა? ერთი რაღაც უნდა გითხრათ. იარაღი, რითიც სასწაულს ახდენენ, სიკეთით სავსებულია. აი თქვენც თუ სიკეთით იცხოვრებთ, ნებისმიერი სასწაულის მოხდენაც იძლევა. წმინდა ნიკოლოზი ძალიან ხელგაშლილი იყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი მთელ ქონებას გაჭირვებულებს ურიგებდა და ერთხელ ერთმა მეტად შეძლებულმა კაცმა მთელი ქონება დაკარგა და უკიდურესი გაჭირვებიდან თავი რომ დაეღწია, გადაწყვიტა 3 მოწიფული ასული აღარ გაეთხოვებინა, რადგან მზისთვის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. ამის შესახებ რომ შეიტყო, შეძრწუნებულმა მუდელთ მთავარმა ღამით ფარულად ბუხრის საკვამურიდან 3 ქისა ოქრო ჩაუგდო. ბუხართან გასაშრობად გოგონების წინდები ეკიდა. ფული სწორედ ამ წინდებში ჩაცვივდა. წმინდა ნიკოლოზმა ასე ოჯახი უბედურებისგან იხსნა. აი თორმე რატომ დებენ ბუხართან წინდებში საჩუქრებს? ამიგავის გამო ხშირად წმინდა ნიკოლოზს სანტა კლაუსად მოიხსენიებენ. ხედავთ ბავშვებო, აი ეს იარაღი, რითიც წმინდა ნიკოლოზი სასწაულებს ახდენდა, დაყოფილა კეთილი გული. შეძლებთ. თუ ოქრო არა გვაქვს, როგორ უნდა დავახმაროთ? მშრომელ, ცოდნე ადამიანს ყოველთვის გამოუჩნდება საშუალება სხვას რომ ხელი გაუმართოს. თუნდაც კეთილი სიტყვა. სიტყვას ერთს კი არა, 10-ს ვეტყვი. თავადი რაოდენობა კი არა, თავადი როგორ სიტყვას ეტყვი. გამომივიდა ბრძენი. რატომ? ლუკა. აი, ლუკა უკვე მიხვდა საიდუმლოს. მეც მივხვდი. ძალიან კარგი, თუ მიხვდი. ანტიოქიაში ცხოვრობდა ერთი მეტად მდიდარი და ღვთისმოშიში კაცი, აგრიკი. იგი ნიკოლოზობას გადიოდა ქალაქ გარეთ. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში. ერთხელაც უთხრა თავის ვაჟს ბასილს. წადი წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. მე და დედაშენი კი ტრაპეზს გავამზადებთ ხატაკებისთვის. წავიდა ბასილი. მაგრამ უკან აღარ მობრუნებულა. ცისკრისას სარკინოზებმა ალყა შემოარტყეს ტაძარს და ყველა იქ მყოფნი ტყვე დაიყვანეს. მათ შორის მოხვდა ბასილიც. სარკინოზთა ამირამ თავის მერიქიფეთ დაიყენა. მშობლებმა 2 წელი იგლოვეს. ამ ხნის განმავლობაში არ აღუნიშნავთ წმინდა ნიკოლოზობა. მესამე წელს კი წავიდნენ ეკლესიაში. შინ დაბრუნებულებს ძაღლის ყეფა შემოესმათ. აგრიკ გავიდა გარეთ და ხედავს, სარკინოზის ტანსაცმელში დგას ვიღაც ახალგაზრდა, ბოთლით ხელში. გაუმზრევლად, ცოტა კი შეკრთა აგრიკა. მიუახლოვდა და რას ხედავს? მისი შვილია. ნუ თუ ეს შენ ხარ, შვილო, შესახა აღელვებულმა. მე ვარ მამა, მაგრამ აქ როგორ მოხვდი, ვერ გამიგია. სულ ახლახან ამ ბოთლიდან უსხავდი ღვინოს თავად ამირას. უცებ ვიღაც მოხუცმა ხელი ჩამკიდა და ერთ წამში აქ გავჩნდი. ახლა ვფიქრობ, ნუ თუ იგი წმინდა ნიკოლოზი იყო. თვითონ რა წასულიყო ეკლესიაში, ბასილის არ შეიპყრობდა, ხო?
წმინდა ნიკოლოზი ყველას აძლევს შეცდომების გამოსწორების საშუალებას. შეუცდომელი ხო არავინაა? გინდათ კიდევ ერთი გავიგიამბოთ? კი. ღვთისმოშიში ადამიანი დიმიტრი ერთხელაც ამხანაგებთან ერთად პატარა ნავით გაეშურა სალოცავად, მაგრამ მოეცრად ამოვარდნილმა ქარიშხალმა დაამსხვრია მათი ნავის ანძა. დახია აფრების შემდეგ კი ნავიც გადააბრუნა. ღონემიხტილი დიმიტრი ზღვამ ფსკერზე ჩაითრია. იგი განწირული უხმობდა წმინდა ნიკოლოზს. უეცრად მართლაც მოევლინა ღვთისმთავარი და სახლში მიიყვანა. იქ დაკეტილ ოთახში შეიყვანა და დატოვა. უცებ თვალები გაახილა და მიხვდა, რომ წმინდა ნიკოლოზმა იგი სიკვდილს გადაარჩინა. შენ ყოფილიყავი დაეხჩობოდი, იმიტომ სულ არიცი. მიდი რა, მიხედე შენ თავს. შენ თუ არ გაჩერდები, ვერავის სასწაული ვერ გიშველის. სანდრო პაპა, მეც აღარ მოგვიყვებით? როგორ არა, ჩემო კარგო. თქვენთვის იმდენი ამბები მაქვს მოსაყოლე, ვერც წარმოიდგენთ. კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა ერთი პატიოსანი ხელოსანი. მას წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებულად უყვარდა. ყოველწლიურად აღნიშნავდა მის ხსენების დღეს. ერთხელაც მოხუცმა უთხრა მეუღლეს: ახლოვდება ჩვენი საყვარელი წმინდანის ხსენების დღე, ჩვენ კი არაფერი არ გვაქვს. ამიტომ ეს ხალიჩა გავყიდოთ და იმ თანხით აღვნიშნოთ ეს დღეო. ხელოსანმა დაუჯერა მეუღლეს და ხალიჩა წაიღო გასაყიდად. გზაზე მას თავად წმინდა ნიკოლოზი შემოეგება და ჰკითხა: მაინც როგორ ყიდიო? დაინტერესდა მოხუცი. ადრე ეს 8 ოქრო მაინც ეღირებოდა. შენ კი რაც გინდა ის მიბოძეო. უთხრა ხელოსანმა. წმინდანმა ხელოსანს 6 ოქრო მისცა. გამოართვა ხალიჩა და წავიდა. შუა მოედანზე მარტოდ მდგარ ხელოსანს ხალხი შემოეხვია და დაცინვა დაუწყო. შენ რა, შენ თავს ელაპარაკებიო? ამასობაში კი წმინდა ნიკოლოზი მოხუცის ცოლთან მივიდა და დაუბრუნა ხალიჩა. ხელოსნის ცოლი ძალიან გაბრაზდა ქმარზე. ეგონა დაენანა ხალიჩის გაყიდვა და შინ დაბრუნებული საყვედურებით აავსო. ვინ მოგიტანა ეს ხალიჩა? ქალმაც დაწურლებით უამბო. მოხუცებულმა სიხარულით წამოიძახა: წმინდა ნიკოლოზს უყიდია ჩემგან ხალიჩაო. სანდრო პაპა, რატომ ირჩევს ღმერთი სულ წმინდა ნიკოლოზს სიკეთის გასაკეთებლად? რატომ უყვარს ასე გამორჩეულად? უფალს ყველამ ერთნაირად უყვარვართ, ხოლო პასუხისმგებლობას გვაძლევს განსხვავებულს. ისეთ ადამიანებს რას აკისრებს, ვისაც სიყვარულით არ აქვს გულის სავსე? აბა რა გითხრით, ვერაფერს. უბრალოდ თუ დაელოდები, იქნებ მათ გულსაც ეკაროს სიკეთე. ახალი წლის დღესასწაული, ბავშვებო, ეს არის სიმბოლო ძველის გაცილების და ახლის დახვედრის, ხო? ჩვენ სულ ყველამ ეს უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ უნდა გავაცილოთ ყველაფერი ცუდი, გავატანოთ ძველ წელს და ახალ წელსახლები, სუფთები, კეთილები და ჯანმრთელები შევხვდეთ. ყველა ეს მიშა. არა? თუკი.
დღესამდე ცამი ვისია. შეიძლება მამა ჩემისთვის ერთი ცალი? კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა ერთი ღვთისმოშიში, თეოფილე. ერთხელ ძილში მას გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი და უთხრა, რომ დაევალებინა ვინმესთვის 3 ხატის, მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და წმინდა ნიკოლოზის დახატვა. გამოფხიზლებულმა თეოფილემ მაშინვე შეუკვეთა ხატები განთქმულ ფერმწერს. შემდეგ კი მოიწვია პატრიარქი. მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატებთან ერთად წმინდა ნიკოლოზის ხატიც რომ დაინახა, გაბრაზებულმა თქვა: აქ არ უნდა დაგედგათ მირონ ლუკიელი ნიკოლოზის ხატი. იგი ხომ დაბალი ფენის წარმომადგენელია და ბრძანა გაეტანათ ხატი ოთახიდან. მერე მიუჯდა ტრაპეზს. თეოფილემ ნახა, რომ ღვინო სულ გამოლეოდა და ისე გვიან იყო, ვერც ვეღარსად იშოვნიდა. მაშინ გავიდა იმ ოთახში, სადაც გაიტანა წმინდა ნიკოლოზის ხატი და შესთხოვა მას ეხსნა უხერხული სიტუაციისგან. უკან შესულს ღვინის ჭურჭელი სავსე დახვდა. მიართვა ღვინო პატრიარქს. მეორე დღეს პატრიარქი კუნძულ გერდელაზე გაემგზავრა. უკანა გზაზე ქარიშხალმა მოუსწრო და ერთმა ტალღამ მორევში გადააგდო პატრიარქი. მაშინ გაახსენდა მას წმინდა ნიკოლოზი და შესძახა: მაპატიე და მიხსენი სიკვდილისაგან. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი ტალღებზე მომავალი, ხელი ჩაავლო და უთხრა: განა დაბალი წარმომავლობისა არა ვარ, რატომ იხმობ? შევცოდე წმინდაო. შემინდე და ამიერიდან სულ გადიდებ, როგორც ყველა გაჭირვებულის მსწრაფლ შემწეს. მაშინ მიიყვანა წმინდანმა იგი გემთან და უთხრა: ნუ გეშინია საყვარელო ძმაო, ღმერთმა ჩემი ხელით გიხსნა დახრჩობისაგან. იარე მშვიდობით და წყემსე ქრისტეს სამწყსო. მოგიყვებით, აუცილებლად მოგიყვებით. ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებით, შენც მოგიყვები, შენც მოგიყვები, შენც მოგიყვები, შენც მოგიყვები, შენც მოგიყვები. შენ მოგიყვები, შენ მოგიყვები, შენ მოგიყვები და შენ მოგიყვები. წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული მოახდინა. ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილი ხალხის თვალწინ 3 პატიმარს უპირებდნენ სიკვდილით დასჯას. აქვე იყო ქალაქის თავი, რომელიც სავარძელში მჯდარი ელოდა განაჩენის აღსრულებას. უეცრად ხალხის მასა გაიყო, შემოვიდა ნიკოლოზი, მიუახლოვდა מחვილ აღმართულ ჯალათს, ხელიდან გამოგლიჯა მახვილი და ის ქალაქის თავის ფეხებთან დააგდო. წმინდა ნიკოლოზის მიერ მხილებული ქალაქის თავი სინანულში ჩავარდა და შენდობა ითხოვა. ამ ამბებს მხედართ მთავრები ნაბუტიანოსი, აფრისონი და არბიდიანიც შეესწრნენ. მაშინ მათ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ მალე თავადაც დასჭირდებოდათ წმინდა ნიკოლოზის შველა. ფრიგიიდან გამარჯვებულ სარდლებს მათ და მის შურით აღზრულმა სხვა მხედართ მთავრებმა სამეფო ტახტის წინააღმდეგ შეთქმულების მზადება დააბრალეს. განრისხებულმა კონსტანტინემ ბრძანა ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანი დაუყოვნებლივ შეებყროთ და სიკვდილით დაესაჯათ. საკანში გამომწყდეულმა მსჯავრდებულებმა წმინდა ნიკოლოზს შესთხოვეს გადარჩენა. წმინდა ნიკოლოზი სიზმარში გამოეცხადა კონსტანტინეს და უბრძანა გაეთავისუფლებინა უსამართლოდ შეპყრობილი მხედართ მთავრები. მართლა ყოველი შემძლე ყოფილა წმინდა ნიკოლოზი. ყოფილა და არის. ბავშვებო, წმინდანებს ახასიათებთ. სიკვდილამდეც, სიკვდილის შემდეგაც სულ სასწაულებს ახდენენ. მე შემიძლია ვთხოვა და
ამის სრულდება? რა თქმა უნდა, აგისრულდება. ყველას აგისრულდება. დარწმუნებული ვარ, წმინდა ნიკოლოზი შენს თხოვნას გაითვალისწინებს. წმინდა ნიკოლოზი შეიძლება სისმარშიც ნახო? ერთხელ მეც დამესიზმრა დედაჩემ. ვითომ ჩემ ლოგინზე იჯდა და თმაზე მეფერებოდა. დილით რომ გავიღვიძე, თმების სუაჩეჩილი მქონდა. მაშინ პატარა ვიყავი, ამიტომაც ცოტა ვიდეო. ბედნიერება დაგესიზმრა. ერთი ყმაწვილი ბიჭი, სახელად ნიკოლოზი, დასნეულდა. ადგომა და სიარული არ შეეძლო. ერთხელაც წმინდა ნიკოლოზობას დაინახა ტაძრისკენ მიმავალი ადამიანები და თვითონაც გაცოცდა მათ კვალდაკვალ. გზად შემოხვდა ტანჯულთა შემწე წმინდა ნიკოლოზი და ჰკითხა, საით მიხოხავ ასე გაჭირვებით? ეკლესიისკენ მიუგო ყმაწვილმა და საკუთარი გაჭირვება უამბო. მომყევი უთხრა წმინდანმა და მიიყვანა ეკლესიის კარამდე. თვითონ კი გაუჩინარდა. ყმაწვილი შეცოცდა ტაძარში. დაანთო სანთელი და თვალი მოჰკრა კედელზე წმინდანის ხატს. იცნო იგი და შესძახა. წმინდაო ნიკოლოზ, აასრულე შენი ნათქვამი. გევედრები, განკურნე. უცებ მყარად დადგა მიწაზე. გახარებულმა სამჯერ გადაიწერა პირჯვარი, ყველას თვალწინ სასწაულებრივად მთლიანად განიკურნა. კიდევ ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ. მდიდარი სარკინოზი ზღვაზე სეირნობისას ბერძნებმა შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს. იქ მას სულ ესმოდა, როგორ მიმართავდნენ მისი თანასაკნელები ვინმე ნიკოლოზს. ერთმა ტუსაღმა უამბო ყველაფერი, რაც წმინდა ნიკოლოზზე იცოდა და სარკინოზის გულში ამ საუბარმა ნაყოფი გამოიღო. ღამით კი თვითონაც იწყო ლოცვა წრფელი გულით. უფალო, გამომიგზავნე საშველად წმინდა ნიკოლოზი. მაშინ მე მთელ ჩემს ოჯახთან ერთად გავქრისტიანდები. ამ ლოცვებში ჩაეძინა. სიზმრად წმინდა ნიკოლოზი იხილა, რომელიც შეეხო მის ბორკილებს და უთხრა: ქრისტე, რომელსაც შველა შესთხოვე, გათავისუფლებს შენ. წადი მშვიდობით და არ დაგავიწყდეს იმ აღქმის შესრულება, რასაც დაპირდი. ამ სიტყვებზე სარკინოს გაეღვიძა და ნახა, რომ თავის სახლში წევს. მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. გონს რომ მოეგო და დაწყნარდა. ცოლშვილთან ერთად მადლობა შესწირა ღმერთს. ჩიჩილაკები მოუტანე პატარებს. აი ბავშვებო, ეხლა ყველანი ჩიჩილაკებით შეხვდებით ახალ წელს. მართლა მოხოცი ბაბუეს წვერებს გავს. ტყუილად ხომ არ ეძახიან ბასილის წვერებს. ბასილი ვინ არის? ბასილი ეს კიდევ ერთი წმინდანია. ბასილი დიდი, ანუ ბასილ კესარიელი. დიდი რატომ არის? ლუკას მამასავით დიდია? არა. ბასილს დიდს თავისი ღვაწლის გამო უწოდებენ. ღმერთის მოძღვრების მცოდნე და მქადაგებელი, მონასტრების დამაარსებელი. ისე ჩიჩილაკს სწორედ ბასილი დიდის წვერებს ეძახიან. ხვალ კი ახალი წლის პირველ დღეს სწორედ წმინდა ბასილის ხსენების დღეა. ხვალ ახალ წელს ბასილი ჩიჩილაკს მორთავთ და წმინდა ბასილს გავიხსენებთ? შენ თუ გინდა ჩემო სიცოცხლე დღეს ვემორთე ჩიჩილაკი. აბა შენ თუ იცი პირველად ჩიჩილაკი სად გააკეთეს? არა, ეგ ნამდვილად არ ვიცი.
მაგრამ მე რო პირველი ჩიჩილაკი გავაკეთე, ეკი მახსოვს. აი ამათ ხელა ვიყავი, ბაბუა ჩემო მასწავლა. ისიც იმისი ოსტატი იყო. იქნა პირველი ჩიჩილაკი სწორედ ბაბუაშემა გააკეთა? არ ვიცი. პირველი ჩიჩილაკი შვილო გაკეთდა სოფელ ბასილეთში. მრავალი წლის წინ, აბა? მამა, ნინო დეიდამ ერთი ბედისკვერი შენთვისაც გამოასხო. მართლა? მადლობა. მე ჩავთქვი, შენაერ დედამ მყავდეს. სანდრო პაპა, მეც ამიხდება სურვილი ბედისკვერს რომ ჩავთქვა. რა თქმა უნდა, სალამი. ამიხდება, რა? მაშ აღარ თხოვ წმინდა ნიკოლოზს? უნდა თხოვოთ. დარწმუნებული ვარ, იცი შენი დარგი, ჩვენი დარგი. გაუცემა გახმარება. ახლა წმინდა ნიკოლოზზე დავინახე. თავი დამიქნა, აგისრულდება. გითხარი აგისრულდება. აუცილებლად აგისრულდება. აი ნახავ ჩემო. ნახავ. რა კარგად ზინავთ. ვინ ის სიზმარში რას ნახულობენ? ცოტა ხანი ვადროთ.